გილოცავ ახალგადაცემა მეურნეობას. მოდი გლეხს აღარ დავუძახოთ გლეხი და დავუძახოთ ფერმერი. ვინ არის ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი? პრეზიდენტი, პრემიერი თუ ფერმერი?ად არის შესაძლებელი დღეს ცოდნა მიიღო გარდა უნივერსიტეტებისა. სახელმწიფოს არასდროს არ შეუძლია იმ ფერხულში ჩაებას, როგორც ბიზნესი მსოფლიოში ვითარდება. რო ვეუბნებ რაღაც ესე გავაკეთოთ, აი мама პაპა გვეუბნება რომ ესე გავაკეთოთ. და შიში ახლის არ უნდა არსებობდეს. 1 ჰექტარზე რომ მოყავს რაღაც 1 ტონა, ახალი ტექნოლოგიით შეგვიძლია მოიყვანო 10 ტონა. კოოპერატივები ქმნიან საკუთარ ბანკებს, ქმნიან საკუთარ სუპერმარკეტის ქსელებს და თვითონ არიან ის ხალხი, ვინც აწარმოებენ აგროკლიმატს თავიანთ ქვეყანაში. არც ერთ ადამიანს არ გაუსინჯავს რა კიტრი აქვს წავებული. ადამიანებმა არ იციან რითი იკვებებიან. ჩვენ წვალობთ მოყავს კიტრი, ყიდით ორგვარად. აი ეხაც მაღაზიაში შეხვიდე ღირს 6 ლარი. ფერმერები ნამდვილად რო არ ადგენთ მაგ ფასს და არ ვადგენთ ეგ ცალსახარი. მეგონა რომ რაც პირი შეკრეს.